დაგიბრუნდით ძვირფასოდელი მაყურებლებო. შევდივარ ახლა შენს გვერდზე, რომ ნახო ნინას ფოტოს რა გამოხმაურება. ჩვენ შემოგვიეთ და მოიცა გამარჯობა რო ვთქვა. და ახლა ირაკლი კარგად. ამბობდა აცადეთ ირაკლი. თავისუფლების სახიობით ჯაბა ივანზე. დია. ჩვენ ვაგრძელებთ ესე იგი მოდურ თბილისზე მოდურ ადამიანებთან ერთად საუბარს. ხართ მოდური ადამიანები ესე შეგვიძლია. ნუ მე მოდურ ადამიანებს ჯაბა. მოდა მომზდებს მე რაც ნიშნავს. ნინა. ჯაბა რო გარბის და მოდა რომ იზრდებს. სათაური რა აქვს იცი შენს ფოტოს გასათხოვარი ნინა. და კომენტარები არის კომენტარები. ჩვენ ერთხელაც ვერ გავთხოვდით ეგ მეამდეც უნდა გაათხოვდეს. რა იყო სულ ორჯერ მუდმივად გასათხოვარი ნინაო ერთი კომენტარია. მუდმივად გასათხოვარი ნინაო. ნუ რა ვქნათ ახლა ზოგი ესია ზოგი ის. ზოგი ზომართებს ზოგი სულ გასათხოვარია. Facebook-ი მაშინ ესე დავიწყოთ ყველაზე ესე მოდურობად Facebook-ში აქტიურობა. შენი ცხოვრება. ირაკლი გაფრინდა. სადაც ხარ აი ახლა ქალი რო იყო ვიტყოდი დედა დედოფალი ხარ იქ Facebook-ის. ხო მე ვფიქრობ რომ მე სულზე მომისწრო მარკ ზუკერბერგმა რომ ჩემს საიმ თანამედროვეობაში შექმნა Facebook-ი, იმიტომ რომ მე ბევრი რამ შევქმენი, ჩემი თავი რეალურად შევქმენი Facebook-ით. და ეს ხდება მე მგონი მარტო საქართველოში. ხო, საქართველოში შეგიძლია რაღაცას მაინც მიაღწიო Facebook-ით. სხვათა შორის. მე მახსენდება ერთი სტუმარი ყავდა ეს გახსენდება და გია ეცგვერაძე ჩვენი სტუმარი იყო ცოტა ხნის წინ რომელიც ძალიან დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობს და თქვა რომ არასდროს არ მქონია და არ დავინტერესებულ ვარ ევროპაში Facebook-ით იმიტომ რომ არც ისე საინტერესოა როგორც საქართველოში და ქართული Facebook-ი აბსოლუტურად სხვა ფენომენია თავისი სტატუსებით, თავისი შეარებით, სელფებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აქტუალობას არასოდეს არ ხო და ირაკლი ვიცით ახლა ირაკლი არის ცალკე. კიდე რამ უნდა შეცვალოს საქართველოში Facebook-ი? Facebook-ი. რა უნდა შეცვალოს და ყველა ადამიანი უნდა იყოს იმდენ დაკავებული რომ დრო არ კონდეს. დაკავებულები ვართ, ეხლა მე ნაკლებად არ ყველა ვხედავთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში შუქნის შანსს მაინც შევდივარ და ვნახავ რა ხდება. ვიდეოს კომპიუტერი და თან დაგვაქვს და ყველგან ჩეკინდების. აი ცი რა მაინტერესებს ირაკლი, აი ადამიანები რომლებიც აი რაღაცა ივენტზე იმყოფებიან და აჩეკინებენ და ასტატუსებენ იქიდან რაღაცებს. როგორ ფიქრობ ისინი ერთობიან? ანუ რისი როდესაც ერთობი გაქვს ამისით, რომ ეს სულ ეს მაინტერესებს ხოლმე ვერ ხვდები. მე რო ვაჩეკინებ, სადღაც ივენტზე რო ვარ. აჩეკინებ. კი, მე სულ ჩეკინებია მის ვოლზე. თუ რამე ფუნქცია გააჩნია Facebook-ს, აი ყველაფერს ვაკეთებ. ხო და ის ადგა ბუჯიკე დრო და ნახევარი წუთი უნდა ამას რომ ეს მე და ჩემმა მეგობრებმა აი ხა ერთად ვართ და მე დანარჩენები რომ ერთად ხართ, მაგრამ მე მოგდის კომენტარები, მოგდის ლაიქები და ის ხო გაინტერესებს. მე მუდმივად დროს არ მკარგავ არა. ჯაბა, შერაშვები ხოლმე სადმე რო ხარ. ჯაბა, შენ ჰელო. გამარჯობა, რა შვები, რასთან დაკავშირებით მითხარი? აი, დაჩეკინება, სელფები. ზოგადად Facebook-საც, ასე ვთქვათ, ვებძვი, როცა რამე მივდივარ სახლში და უბრალოდ ნახავ ყველაზე მეტად მადგება დაბადების დღის შეხსენებაში ძალიან მომწონს ეგ ამბავი. ასევე თუ ადამიანი გაინტერესებს და უცებ შეხვალ და იპოვი ამაშიც გეხმარება. მაგრამ აი მაგალითად მობილურში არ ხმარობ ასე ვთქვათ, ხვდები, ანუ არც ის არა. მე დაგითხრა გაცლებით უკეთესად ვარ, ვიდრე შეიძლება თქვენ წარმოედგინოთ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მაგაზე ჯერ მარტო იმ ხარ კარგად რომ ყოველ დღე ჯიბით არ დაგაქვს დამტენი. არ მანქანაში მაქვს ზოგადად დამტენი. არა, მანქანიდან როგორ გადადიხარ მე რომ მიდიხარ, მაინც მიგავს ყოველ ხვდები ამას რაღაცა ამგონია რომ იმითი ხსნება რა, ეგ რაღაც ფსიქოლოგიურად ახსნადია რომ ადამიანს რატო აქვს ამის მიერ მიდრეკილება რომ მართლა დამოკიდებული მასტრეკილებში დააჩეკინო ლოგინში დააჩეკინო ხო არის მე მხვდება კი გავიღვიძე და ესეთი საფრთხე რა არ გინდა ნახეთ შექმნის სამების ეკლესიიდან ასაკობრივად ეხა მეცინება რომ ეს აჩვენეს როგორი მორწმუნე და როგორი რაღაცნაირი გოგოები როდესაც მაგარი იყო აი აღდგომა სასაფლაოებზე ჩეკინები ჩამოთრეული რო არ გონებოდი ვაკის მაგაში თბილისში ხალხი არა და მეც ჩამოთრეული ვარ და კი არ ვიყავ. შენ ათე
ათეისტი დაიქიქინე. ათეისტი ჩამოთრეული ხარ და არც დაბრუნდი ალბომასაც. ეგეც სასაცილო იყო ეს 2 წელია ალბომებზე განსაკუთრებით აქტიურად არის რომ აი ეს სტატუსები რომ დაიცალა. დაცარიელდა თბილისი. ეს ყველაზე დიდი ასე ვთქვათ პროვინციალიზმი როცა მაგას ჩამოსულობაში. არა, ჩემიოცნება ხო იცი სოფელი კონდეს და ერთ რამეზე რომ ყველანი ვართ ჩამოსულები და ასე ვთქვათ თბილისში ჩამოსულები. იცი რაზე მინდა ვისაუბროთ? სელფებზე იღებ ხოლმე? აუ კი, ვიღებ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ რომ ნაკლებად დავდო ეს სელფები? სელფი Facebook-ზე. ადამიანები შეგიძლია ჩაატიო შენი ხელით. აუ მოდი გინდა ახლა გადავიღოთ. ყველა ჩაგატიოთ აი ოპერატორები. ჩემსაც ნაკლებად, მაგრამ ბევრი თუ ვართ იმას ვდებ ხოლმე. ირაკლი არის ეს არის ერთ-ერთი ფაზა, ხო? აღინიშნა უკვე რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სელფის გადაღება არის რაღაცა ფსიქიური გადახრა. და როდესაც უღებ შენ თავს და ამას არ ტვირთავ, ეს კიდევ გამოსწორებადია ესე. უიმედო არ. ირაკლი არის უიმედო. მე მარტო ჩემ თავს ესე მანიაკურად რო ზიან გოგოები და აქ არ მომწვეთ ეხა ესე და ეხა ეს ნინუცა კახნია ორი. ირაკლი ოღონდ შეუძლია აი საოცრად ბევრი ადამიანი ჩაატიოს სელფში. მთელი ქორწილი მაგალითად. მაინც სექტაში გამოვიდა. ეგრევე Facebook-ზე. თან ეს უნდა არა მე ვერ ვეტყვი, აი არ მინდები და ვერ ვეტყვი. გადააკეთეს რაღაც ვერ ვეტყვი. უბრალოდ ხელი მინდა მეორე რო მივაჭირო. აჰა. Facebook-ზე აიწირთოს. აი მაგაზე იცი რაზე მეცინება განსაკუთრებით ნუ კაცებს ჯერეს არ გამოვიდა. ეხა ახალ ფენომენ კაცებს გამოუვათ ეგ ალბათ ეხა რაღაც ახალ ტენდენს მესამე ის რო გაჩნდა რასა. გძელი ხელი არა არა გძელი კი არა. აი ეს ხო უჭი ნუ რასაჭიროა მისამ ეს ხო უჭირავთ ესე და ეს ნუ და თან ეს ასე მკერდი ზურზუ თქვა. ხვირის ოდნავ დაწვე. აი ეს რა ნუ და რა ეგეთ და მე ხო რა ვერ ნახავთ ნუ შეთო ვერ ნახავ მე არ გაგდა გააძრე მე წერენ რომ ის რაღაც ხო ეს პაპარა გოგოები და მე დებენ სტატუსს რომ ისო ნუ წერთ რაღაცნაირები კაცები და ნუ იმას ბიჭო მოგწერს აბა ეხა აქ რო ამოიგებ და დაადებ თავზე არ უნდა მოგწეროს მე მგონია რომ უნდა მოგწეროს და მეტიც უნდა მოგწეროს ეხა კაცი თუ აღები აბა მაშინ რატოდებ ამი გევასებას სარკეში პორტალბაზებიდან ცოტა იაცეული და ჩაწეული კუბი. მოდაში არის ეს სასწაულად ჯანსაღი ცხოვრების წესი. კი. მოდი Facebook-ს ახლა ცოტა გავცდეთ, იმიტომ რომ ცოტა ის არის გადაღეჭილი თემა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, კიდევ ერთი ახალი მოდურობა და ამას მივაყენთ კულინარია დარბაზში, სადაც ნახევარ დროს ატარებენ სარკესთან, გოგოების და ბიჭების და ყველა იღებს ფოტოს. ნინა, დამეთანხმე რომ იყო დრო, როდესაც მოდური იყო, როდესაც გოგო იწეხდა და მე კვერცხი შეწვათ. ხო, აი სტატუსებიც მინახავს, რომ აი ხა კვერცხი შევწვი და მარილი დამავი. მაგრამ სამაგეროს დღეს კულინარია როგორ მოდაშია? პირდაპირ შევწვი კვერცხი, ხო იცი? არა, კაფაზე რო პირდაპირ აგდებს. დღეს სხვა სიტუაცია, დღეს კულინარია მოდაში. მოდაშია, როდესაც ახალგაზრდა გოგო სახლში ტრიალებს, შემდეგ კერძს გადაუღებს ფოტოს და Facebook-ზე დაასდებს. აი თუ ისე შეჭამა რომ გადაღება ვერ მოასწრო, აი ხო არ შეერგება. ის დღე დაკარგულია. ის დღე ხო დაკარგა. დაწერს მერე რომ დღეს ამე რომ გადაღება ვერ მოასწრო. ესეც მოდური ტენდენციაა, ხო? არ ვიცი, ძალიან უცნაური ქალაქია ეს ჩვენი თბილისი. მე მგონი არა მარტო თბილისი, ეს ხა ყველგან არა, თბილისი რომ უცნაური პერიოდულობით რაღაცა მოდა შემოდის და იცვლება, ესეთი არ არსებობს. ვიღაცა იტყვის ერთი ვთქვათ მასისთვის მისაბაძი ადამიანი, რომ არ ვიცი კვერცხის შეწვა და მე თელმა თბილისმა არის ეს კვერცხის შეწვა. საინტერესოა ვინ არის ეს მასისთვის მისაბაძი ადამიანი, ვინ ქმნის რეალურად აი ამ წოდებულ ტენდენციას. ვიცით, მაგაშია მთელი უბედურება და აი ხა ახალი ტენდენცია სულ ახალი, აი ხელი რაც ეხა დავაკვირდი, გოგოები, კაბებით და ბოტასებით. ხო, ეგ ეს არ არის, შანელმა მოიგონა ჩემს ახალ. ყველა ეს წამყვან და მოდურიანაში გოგოებით კიდე არა კიდე ნასატანია. უცებ გაიჭი და ყველას აცვია, გძელი ფეხი აქვს, მოკლე ფეხი აქვს, უხდება, არ უხდება. ჩვენ დაგვიანებაზე მე ჩვენ დავაგვიანეთ, ნინა დამეთანხმება, ძალიან გვიან აუწყეთ მოდას ფეხის ვაშინში 3-4 წლის წინ შემოვიდა ეს მოდაში. უცებ, იმიტომ რომ ერთსაც ვერ
ვერ დაიმახსოვრეს, მეორესაც ვერ დაიმახსოვრეს და სადღაც ალბათ 5-ს დაინახეს. აი მოდის პირეულობა უცებ გადაასწრო ყველა გოგოს. კი, სხვათა შორის ახლა ბოლო ჩვენებაზე შანელს ჰქონდა ოტკუჭურის ჩვენებაზე, რაღაცა ძალიან გამოსასწორ 60-ზე ეცვა ჰქონდა. ეხლა მე არ რა მაცვია? ბრენდი ხო? არაფერი ესეთი შეკერილი რაღაცები მაცვია, იმიტომ რომ სუ იდეები მაქვს ხოლმე და მიხვალ თავისი თუმცა თან უბრალოებით. არა, რატომაც არა, თუ გიждდებით ასწლზე და ისიც მაქვს დადიხარ ხოლმე. Second hand-ში არ დავდივარ, მაგრამ second hand-ში ვოჩავის მე და როგორ არა, ესეც მოდაშია ეხლა. მე არ დავდივარ, მაგრამ მითხრეს რომ ძალიან კარგი თურქი შეიძლება იყიდო. ნინა, გეწყვის საოცარ წერტილებს second hand. მართლა. ხო, მართლა, რატომაც არა. შეიძლება რაღაცა იპოვო ისეთი, გადააკეთო და ძალიან მოგეწონოს და ჩაიცო. რა პრობლემაა? კი, ნამდვილად. ჯაბა. ჩუმად რა ხარ და თან რო გეღიმება. ხო, მეგიმება. კიდე რა შეგიძლიათ ის არის ხო დამახასიათებელი რომ უცბად მოედება და უცბად ერთნაირი გახდება ხოლმე თბილისი. ყველა ბოტასიანია. ამიტომ მე რაღაცა ცოტა პროტესტი მიჩნდება ხოლმე და არ მინდა მაგალითად. მე რა კარგი. კი, ნამდვილად, მაგრამ აი იმდენად ერთფეროვანი ხდება ხოლმე შემდეგ გარემო რომ ხავზე ბაღბოსტანი მეგონი გადაიარა ეხა მაგრამ. აი, გადაიარა რამე ახალია ეხა საჭირო და დაველოდოთ რა. აი, ცუდი ეცია ძალიან პატარა ხალხია და ყველა ერთმანეთს ემსგავსება და რაღაცნა ფერი, იმიტომაც არის სულ რაღაც ერთნაირი ფერი, ერთნაირი გოგოები, ერთნაირი ბიჭები, ერთი აზროვნება დაყოფა ძალიან მე ვეთქო რა სულ რამდენი კილომეტრია თბილისში რომ გაწიო გამოწიო და ეს რაღაც პატარა რადიუსია დანარჩენებს იმათვლიან რა მაგარჩენი გოიმია და ესენი კაი ტიპები არიან. რა მცენარეების სიყვარული ყველა გოგოს რომ განსაკუთრებით შეუყვარდა ეხლა მცენარეები და საქსახში იასამანი. ხო. თუ მართლა შინაგანი მოთხოვნილება მოდის რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, მართლა მცენარეებს მოუვაროთ რაღაც ეს რეალურად ხო კარგია, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნილება ეს არის, იმიტომ რომ ვიღებმა მოდულია. ფოტოს და Facebook-ის ზედაპირულ დონეზე და მე ხო, მეც ესე ვფიქრობ და ყველას ეთხოვა საერთოდ ვინ უვლის მართლა და ვის უყვარს მართლა თუნდაც კულინარია და თუნდაც მცენარეები და ვის მხოლოდ Facebook-ისთვის. აი, ამ შაბათ-კვირას გარდენია შევარდნაძის დღე გვაქვს, აი ესეთი სტატუსები მინახავს და ვიცი რომ აი რაღაცა ახლა მე ვწავლობდი შევარდნაძესთან ლანდშაფტურ არქიტექტურას და მართლა ისეთი მართლა რა ჩვეულები ძალიან ლამაზია, მაგრამ სტატუსები მაინც გაქვთ. და მოგონა საქმეში შედიხარ უფრო რაღაცა სიამოვნებს. ხო, მეც გამიგია. რა არის შეთვის გოიმობა? აი ნინამ დაიწყო საუბარი რომ ის გოიმია რაღაც ნაწილი ჩვენ მაგრები ვართ ხდება ასე დაყოფა საზოგადოების ხო? აი რა არის გოიმი? გოიმობა. ბერძნული სიტყვა თუ არ ვწდები ძალიან ბერძნული. კი და თუ არ ვწდები ქრისტიანი. გოიმობა, მოდი ასე ვთქვათ, კონკრეტულად ენებზე არ ვისაუბრებ. ხო, რა რითი იყოფა ალბათ, ამითი დაიყო ჯერ ადგილმდებარეობით საცხოვრობს სამწუხაროდ ეს თბილისში გეოგრაფიული. ხო. რაც რეგიმიტოა რომ რაღაც რეგიონში მე თბილისელების მიმართ ცოტა აგრესია აქვს, იმიტომ ამას გრძნობენ. განსაკუთრებით ის არის რომ რაღაც ერთი პატარა რადიუსია თბილისში დანარჩენი ითვლება რაღაცა ცოტა ისე ხო? პერიფერია ძალიან ცუდია ესეც, იმიტომ რომ ერთი ბეწო ქალაქია და ზოგადად ყველა უნდა იფიქროს იმაზე, თუნდაც იმ კატეგორიამ ადამიანების ვინც თვლის თავს რომ ასე ვთქვათ რაღაცას წარმოადგენს, სწორედ მის ინტერესში უნდა იყოს რომ რაღაცა პირიქით, ანუ ამ ხალხის ის კი არ მოხდეს დისტანცირება პირიქით, ხო? რაც შეიძლება შენი ინტერესია რომ ბევრი კარგი ადამიანი დადიოს, მე მაგრამ მიხარია, როცა ვხედავ რომ ბევრი წარმატებული ადამიანია თუნდაც ჩემს პროფესიაში, იმიტომ რომ ეს თავისთავად ხარისხს წევს, ხვდები? აქ პირიქით არის რა, აქ თუ ცოტა რაღაცას მიაღწიე თუ ქუჩაში დამოკიდებული ეგ არის ეგოიზმი, ეგ არის უფრო ის რაც მე ჩემის აზრით ზოგადად ქართველს და საქართველოს წინსვლაში ხელს უშლის და არა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობაში, ხვდები? აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიდგომა არის ეს, როცა ხარ წარმატებული და ვიღაცა 5 კაცი გიკრავს ტაშს, 10 ცდილობს რომ რატომღაც შენზე მაქსიმალურად უარყოფითი ის გააკეთოს, ხვდები? აი, თუნდაც ერთ რამეს გეტყვი, რაღაც ვიდეო იყო, მახსოვს
ლეონარდო დიკაპრიო იყო, მე მგონი თუ ბრედ პიტი და იქ ჰოლივუდში სადღაც. მოკლედ ვიღაც ქართველი ყვირი. ლეონარდო დიკაპრიო. ან მიხდი ეს ზუსტად იმ ხაზი. თან როგორ ჩემთანაც ყოფილა შემთხვევა რომ მოსულა და ადამიანს თქოს რომ იცი აი ძალიან დიდ პატივს გცემთ რაღაცა მადლობა. ყოფილა შემთხვევა რომ მოსულა და იცი ეს აი ბიჭო მაგრამ ევასებიო, მონ სხვა მსახიობი სპონჩ, ნუ აბა ეხლა რა პონჩნა გიუასებოდე, ხო? მადლობა რომ მოგწონა, მაგიტომ მაქვს მე ეს პროფესია რომ შენ მოგეწონა, ხო? მაგრამ ხო შეიძლება ეს გულწრფელად მითხრა რომ იცი მადლობა რომ მოგწონს ნინა, უთხარი რომ მადლობა, ხო? მოდი ნუ შეაგინებ რა, რატომ უნდა შეაგინო? თუ არ მოგწონს გადაგთე რა, ხო და აქ პირიქით არის, მიხდა მე ვერ ვიგებ რა, ის ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი, ჩემთვის გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე ეს ვიღაცა რიგითი სვეცკი გვამი თუ რაღაც რა ქვია რა, ვინც დავა. სვეცკი გვამები გადამალეთ. ხო, შენთვის რა არის გოიმობა? გოიმობა იცი რა არის? გარდა იმისა, რომ ყველა ვეთანხმებით ჯაბას, მე კი, ვეთანხმები. აი გოიმობა არის, რომ თქვათ რაღაცა შექმნილი ისენი როა, კრიტერიუმები თქვათ და რო ცდილობ რომ არ დაარღვიო, იმიტომ კი არ არღვევ ამას, რომ შენ ქსიამებს, უბრალოდ რა რაღაცა ვიღაცის დასანახად რო აკეთებ. გოიმობა თქვათ თუნდაც ის რომ იყო აი ყალბი არ გამოხატო თქვათ შენი სიხარული ან აი არ ვიცი ძალიან ბევრი ყოველდღიურად ქუჩაში ხო ხდები ძალიან ბევრი გოიმობა დასანახად ცხოვრება არის კი ნუ ეგ არის ამაზე და იხა ამაზე იქნება ეს რომ ქართველები ძირითადად ცხოვრობენ და ცხოვრობთ სხვისთვის. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ნინე შენ ამბობდი წინა ბლოგში რომ რაღაცების უფლებას არ აძლევ ხო შენ თავს. იმიტომ რომ ალბათ საზოგადოებისაც მეტნაკლებად ითვალისწინებ. ამ ბოლო დროს მივხვდი რომ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ვერ მოიგებ ყველას გულს, ამიტომ უნდა აკეთო მხოლოდ და მხოლოდ ის რა ჩემს სიამოვნებს. ის კატეგორია ვინც აკრიტიკებს, ყოველთვის გაგაკრიტიკებს. ყოველთვის გაგაკრიტიკებს. თავარი ჩემი ცხოვრების. აი წესივით მაქვს რომ არავის არაფერი არ დაუშაო, მართლა ვინც კარგად მისცემს დამეთანხმება. თუ შემიძლია დავეხმარო, როცა არ შემიძლია სამწუხაროდ ვერ ვეხმარები, რაც მინდა გავაკეთო. სიბოროტე არასდროს არ გავაკეთო, იმიტომ რომ ამბობ რომ ეხა კარგი გოგო ვარ თუ რაღაც. ეს უფრო ადვილია, ეს უფრო მშვიდად თუ არის, უფრო მომწონს ცხოვრება. და დავტკბე ყოველი დღით, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა და შეიძლება ხვალ გავიდეთ და სიტყვაზე მანქანა დაგვიჯახოს მოკვდეთ ან რაღაცა უბედურება მოხდეს რა და ამიტომ იცხოვრე დღეს არა ეხა ჩაარბე არა იცხოვრე დღევანდელი დღით თავი არ დაიძაბო მიიღეს სიამოვნება სხვასაც მიანიჭეს სიამოვნება თუნდაც ზოგჯერ შეიძლება ვიღაცას გაუღიმო თბილი სიტყვა უთხრა და ძალიან ბევრს ნიშნავდეს ეს მისთვის თავზე ხელი გადაუსვა და მორჩა ეს არის მთელი ფილოსოფია ესე იცი რა მე მგონია რომ რაღაცა მე ძალიან ბევრისაც არ ვარ ძველი ცხოვრება მახსოვს მაგრამ მგონია რომ ადრე ესე არისო ოსენდისა პერვი ესე არისო ადრე ესე მგონია არც ისე ბავშვი ვარ არც ისე ბავშვი მაგრამ ამიტომ რაღაც ადამიანებს მგონია რომ ყოველს თავის ცხოვრება ქონდა იმიტომ რომ მაშინდელი რა თუნდაც ფილმებს რო უყურებ ძველს ხო ან ისტორიებს თუ კი რამე ღირებული შექმნილა ქართულ კულტურაში და ზოგადად კულტურა მოქმედებს მეტყველებს ერის მაშინდელ მდგომარეობაზე ხო თუ რამე სპექტაკლი თუ რამე ნახატი თუ რამე ფილმი მუსიკა ყველაფერი ის იმ პერიოდში შეიქმნა ესე იგი ადამიანები დადები არ სიკეთე და ის იყო მიხვდი და დღეს ხდება რა მარტო უყურებს რომ ყველაზე მთავარი სალაპარაკო გახდა რომ ნინამ რაღაც შოუში ვიღაცასთან რაღაც გააკეთა და ამაზე ილაპარაკა მთელმა თბილისმა ხო და რატოაც ხო სხვა რამეს უკეთებია ამ ადამიანს ხო მოდი აბა ისიც თქვა აი შოუა და თუ რა საინტერესო არ გახადე აღარ იქნება ეგ სხვა რამეს ვიძახი ანუ ხალხის ინტერესს ვიძახი რა ეს არის ცუდი ხდები ანუ რომ მარტო გაინტერესებს უარყოფითი რეიტინგი თურმე აქვს მარტო იმას რომ ვიღაცა გოგო მამოიღო და ძუძუდადო და ნუ აი ჩემის აზრით ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს რომ ეს პირდაპირ მეტყველებს ერის განათლებაზე და ინტელექტზე რომ თურმე დღევანდელ დღეს ძუძუს ვინც დადებს მაგრამ ის არის ყველაზე აი ტიპი ხდები აი ამაზე დიდი დეგრადაცია მე პირადად არ მეგულება როცა ის ქვეყნის იმ ქვეყანაში ცხოვრობ სადაც ამხელა რესურსი გაქვს შენ გაქვს ამხელა ისტორია რამდენი რაღაცა რა არა კი კიდე ესე გავაგზავნოთ ძალიან შორსავალ. ზოგადად მე თუ მკითხავ კარგი იქნება თუ ამ ყველაფერზე შორსავალ. შენ დამეთანხმები იყავი ამას წინათ ჩვენი სტუმარი და დამეთანხმები რომ ხშირად ვეხებით ხოლმე ესეთ თემებს, რომელიც საზოგადოების და ჩვენ განვითარებას შეუწყობს ხელ საზოგადოებასთან ერთად. მე ჯაბათი რომ აღთვალებული ვარ ეს
იცის მაყურებელს და თქვენც იცით უბრალოდ სტუმრის სტატუსით ვამბობ და ნინაზე ყველა აღნიშნავდა რომ ძალიან პოზიტიური ადამიანია მე მას არ ვიცნობდი და მე მინდა აღვნიშნო რომ ეს მართლაც ესეა და დიდი მადლობა ძალიან კომფორტულად ვიყავი თქვენთან და მინდა გითხრათ ვისარგებლო შემთხვევით რომ ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ. თან ისე დროს გადის ეს ამ დროს დაკავებულია ყველა ცდილობს რომ რაღაცა ესე იყოს და რამდენჯერაც გადამირთავს ვეღარ გადავრთე სხვა არხზე. არა, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ ხართ დადებითები, ბუნებრივები, ყოველთვის ისეთ საინტერესო თემები გაქვთ, რომელიც თქვათ დღევანდელ რეალობას კი ეხმიანება, საჭიროა. და ესე ნელა გააგრძელეთ და დარწმუნებული ვარ 200 კაცის თუ ცოტა 200 კაცის თუ ცოტა გაიხსნება. აი ეს პატარა ერთი უჯრედი, შეურაცხყოფას კი არავის არ ვაყენებ, უბრალოდ სწორად დაინახავს თქვენ მიწოდებულ თემას. ჩათვალეთ რომ უკვე შედეგი მიწავდია. შევაჯამოთ. კი. ძალიან დიდი კომპლიმენტი. მე ძალიან ხდება გული რომ ნინა არასკენ შეგვიძლია ჯება შევთავაზოთ და ნინასაც შეგვიძლია თანაწამყვანობა შევთავაზოთ. ორი კანდიდატი გვყავს. მაგას ვამბობ რომ მე გული ხდება რომ ხვალო გადათავს იმ ტელევიზორს მე აღარ დავხვდები. გადავიდეთ შემდეგ ბლოგზე. სტუმრებს მადლობა არ ვუთხრათ. მადლობა რეკლამაც. მე დავთ დარჩნენ კიდე. ვეღარ დავეტევით სამწუხაროდ. ადროს მოვა. ნინა ტრიალაშვილი. დიდი მადლობა. ჯაბა კიდე დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და თბილისურ კვარტეტს უხმობ სტუდიაში. რეკლამის შემდეგ.